ვარ ანასტასია საფარიძე, დღეს გავხდი 12 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 5 თვეა ვცეკვავ ანსამბლ საუკუნეში. მახსოვს პირველი დღე, როდესაც საუკუნეში მივედი. მხოლოდ მასწავლებელს ვიცნობ და ბავშვებს არა, ცოტათი ვნერვიულობდი. ცეკვაზე იმიტომ შევედი, რომ ჩემი დედა და მამა ცეკვავდნენ. და ბავშვობიდან მინდოდა რომ მეცეკვა. ყველაზე რთული არის გაწევლების გაკეთება. და ყველაზე ადვილი კი ახალი ილეთების შესწავლა. საუკუნეში ჩემი ქორეოგრაფი არის თინათი ნაბულაძე. ის არის ძალიან საინტერესო, საყვარელი, თბილი, ბავშვები ძალიან უყვარს და თავის საქმის პროფესიონალია. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი ილეთი არის ეს. მინდა რომ მალე მქონდეს კონცერტი და ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემი გეგმა ცეკვასთან დაკავშირებით არის რომ ვიცეკვო და გავყვან მთელი ცხოვრება. მე რომ კარგი მოცეკვავე ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვიცურებდი პარიზში. ჩემი საკონცერტო აფიშა ასეთი წარმომიდგენია. ვიდგებოდი სცენაზე, მეცმეოდა აჭარულის ფორმა და მექნებოდა უკან კარგი განათება. აფიშას ქართულ და ფრანგულ ენაზე ეწერებოდა ცნობილი ქართული მოცეკვავე ანასტასია საფარიძე. ბილეთი ეღირებოდა 50 ევრო და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს, მაგალითად მათხოვრებს. პირადად ჩემთვის ვიყიდიდი ბოლო მოდელის თეთრ ბენუეს. მე ზოგადად ფული როცა მაქვს, ვყიდულობ საკანცელარიო ნივთებს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ფული მქონია 700 ლარი. ეს ფული შევაგროვე 3 თვეში და დავხარჯე წიგნების ყიდვაში. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის წრიპა ბიჭის ღიურები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი კეთილ ადამიანებზე. ჩემი აზრით ზოგი ადამიანი იმიტომ არის ბოროტი, რომ არ უყვარს ადამიანები. საბედნიერო ჩემს ირგვლივ არც ერთი ბოროტი ადამიანი არ არის. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკის დირექტორიას დედაჩემი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, გულთბილი და საყვარელი ადამიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი, თბილი და ასევე ძალიან დიდი გულის მატარებელი. ამ გადაცემაში ჩემი სტუმრობა არის რუსუდან ბებოს სურპრიზი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია რომ საქმეების გაკეთება ძალიან მიყვარს, მაგრამ საჭმლის ცოტათი მეზარება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 8 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. ისა ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვის ნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს. რთული კია, მაგრამ იმდენჯერ დავხატე უკვე რომ გამიმარტივდა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და სახლში მაქვს 40 კარგი ნახატი. ამ ნახატებში ყველაზე კარგი და განსაკუთრებული გამომივიდა ერთი ნახატი. ამ ნახატზე ხატია ჩემი ეზო და ბავშვები, რომლებიც თამაშობენ. ჩემი საყვარელი თამაში არის მგელობანა. ჩამინება რომ იყოს ავკრძალავდი ერთ თამაშს. ამ თამაშში ადამიანს თვალებზე აქვს მიკრული ბენდენა და ეძებს სხვა ადამიანებს. იმიტომ ავკრძალავდი რომ შეიძლება რაიმეს დაეჯახოს და რაიმე დაზიანება მიიღოს. მე უკვე ისე კარგად ვხატავ რომ შემიძლია მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ნახატებს ყველაზე ხშირად ვჩუქნი ჩემს საუკეთესო მეგობარ გვანცა ვერძაძეს. მეგობრობა არის ახლობელი ადამიანების ერთად ყოფნის სურვილი. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 60 მეგობარი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან მექნება სამსახური, მექნება ხელფასი და ვიქნები სტუდენტი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კარგი მასწავლებლები, კლასელები და დირექტორი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ირაკლი ბარბიძე. ყველაზე ცელკი არის თომა ცხვარაძე. ყველაზე ჭკვიანია ალექსანდრე ბაგრატიონი. ყველაზე მშვიდია ლიკა ზოიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, ნიჭიერი, საყვარელი და გულიანი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მზია პაქსაძე, იმიტომ რომ იგი არის ძალიან კეთილი, თბილი და მოსიყვარულე. პირადად ვიცნობ ჩემი სკოლის დირექტორ ქალბატონ შირაქობულაძეს, იგი არის ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი სიმპათია იმით დაიმსახურა, რომ იგი სულ მშვიდია და არ არის აღელვებული. და როგორც კარგ ქალბატონს შეეფერება, სულ კარგ ფორმაშია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე დაწყებითის მასწავლებელი. თუ მასწავლებელი ვერ გამოვა, მინდა გამოვიდე დიზაინერი. ბავშვობაში მინდა რა გამოსვლიყავი რაპუნცელი. ჩემი საყვარელი ფილმი არის მარტო სახლში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიცხოვრობდი პრინცესას სასახლეში. სამოგზაუროდ სიამონებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა: ანასტასია რომ არ მერქვა, სხვა რა მერქმეოდა.
მე ანასტასია დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას, მერქმეოდა ლიზი. ჩემს შვილებს დავარქმევ ლაზარეს და მიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია დაიკო და ძამიკო რომ მყავდეს. ბედნიერება არის დედიკოს და მამიკოს ჩახუტება, კარგი საჩუქარი და სიკეთის გაკეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.